მოგესალმებით, ჩემო ტელემაყურებლებო. ტრადიციულად ეს არის გადაცემა არსი. მე მისი სამყარო პოეტი გაღა ღომართელი და დღეს მინდა წარმოგიდგინოთ უნიკალური ადამიანი. არა მარტო თავისი პოეზიით, არამედ თავისი მრავალფეროვანი ცხოვრებით. ძალიან კარგი ქართველი, ძალიან სანიმუშო ქართველი. ვიტყოდი ეს არის ამირან ჯანჯღავა, ქალაქ რუსთავიდან. მოგესალმებით ჩემო ამირან, ჩემი ძალიან დიდი ხნის მეგობარი და რა ვიცი, უსაყვარლესი ადამიანი. მოგესალმებით და დიდი მადლობა ჩემს გადაცემაში მოსვლისთვის ჩემო ძმაო და პირიქით, მადლობა შენ, გაგა, გულწრფელად ყოველგვარ რაღაც ხელოვნური რაღაც თავმდაბლობის მიღმა ვიტყვი, რომ იმდენად საინტერესო დაღწევ ჩემი თავი, რაღაც მომენტში დავიჭრდი, ვინმე მესამე პირზე ხო არ საუბრობს ხო, თუმცა მადლობა ამ შექებისთვის და ეს სამყარომ შემაძლებინოს, რომ ბოლომდე ეს შენი დამოკიდებულება გავამართლო. შენგენაც ვარ, გაამართლებ კი არა და ამართლებ და ეგრეც იქნება ყოველთვის, იმიტომ რომ არც მე არ დავმალავ და და გულწრფელად ვიტყვი, ძალიან ბევრი რაღაცა შენი თვისებებიდან ვისწავლე. მე იმდენად კარგი ადამიანი ხარ და იმდენად თუნდაც აი მარტივად ვიტყვი, რომ აი ქრისტიანული გაგებით დათბენა ძალიან ბევრი რაღაცა ვისწავლე ამ კუთხით შენგან, იმიტომ რომ იყო შენ ცხოვრებაში ისეთი რაღაცები, ისეთი მომენტები, როცა რაღაცა შენი საქმიანობიდან გამომდინარე გარკვეულწილად რაღაცა ესეთი ასე თქვა talaki გხდებოდა და ამას როგორ ატარებდი შენ ან როგორ დათბენით და ესე ადამიანურად და მართლა ვაშკაცურად იტანი ამ ყველაფერს მიუხედავად იმისა რომ ყოფილი მოკრივე ბატონო ჩემო ამირან ჩვენ არც თუ ისე ცოტა ხანია ვიცნობთ ერთმანეთს, კარგა ხანია ვიცნობთ ერთმანეთს და მინდა ვინც არის ის ჩემო ტელემაყურებელმა გაიგოს ვინც არის ის რომ შენ ხარ ერთ-ერთი ვის დაარსა ესეთი ჯგუფი, შემოქმედებითი ჯგუფი 13 თვის პოეტი. მე მინდა მოყვე უბრალოდ ესე რაღაც მოკლედ როგორ და რანაირად დაიწყო უხტი საიდან წამოვიდა თანჩენზე მე ესე დიალოგის ძალიან დიდი მადლობა რომ ამ ამბავს შეეხე, ჩემთვის ძალიან მგრძნობელობითია, ორგანულია უკვე, იმიტომ რომ ფაქტობრივად მთელი ის პერიოდი, როდესაც ჩვენ ბიჭები ცდილობდით ქალაქში აი ამ პოეზიის სურნელების შემოტანას და ახალგაზრდებისთვის იმის შეხსენებას, რომ ერთ-ერთი ფუნდამენტური ღირებულება, რაც ადამიანს უფრო კეთილშობილს და სასურველს ხდის, ეს არის შინაგანი, სულიერი სამყაროს შევსება, ხო? ამდენად ეს იყო ყველაზე ეფექტიანი პოეზიის მეშვეობით. ეს ყველაფერი დაიწყო, როდესაც ჩვენი მეგობარი ბაჩო ზაქაიძე, ასე ძალიან ისე თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით გავიცანი, მიკავშირდება და მეუნება, რომ იცი, აი, კარგი იქნებოდა, რომ ჩვენ სკოლებში გვევლო და ბავშვებთან გვესაუბრა რა არის პოეზია, მისი ფუნქციური როლი, მისი მნიშვნელობა. გაგვეცნო ისეთი ავტორები, რომელიც სასკოლო პროგრამის მიღმა დარჩა. სამწუხაროდ დამეთანხმები, რომ ძალიან ბევრი ისეთი დიდი ავტორია, რომელიც სამწუხაროდ სასკოლო პროგრამაში არ მოხვდა, ხო? ამდენად ერთ-ერთი მიზანი ესეც იყო, რომ მიგვეწოდებინა კლასგარეშეთ ახალგაზრდებისთვის ისეთი ავტორები, რომლებიც მათ შინაგანი სამყაროს შეცნობის, საკუთარ თავთან დაახლოების პროცესში დაეხმარებოდა. ამდენად მე და ბაჩო შევეხმიანეთ ჩვენს საოცარ მეგობარს, რადგანაც მეგობრობა და ურთიერთობები ჩემთვის არ არის დროის და მატერიალური განზომილების მყოფობაში, ის უნივერსალური და მუდმივია. ოთოს გულისხმობ და მე მოვიძიეთ გურამი ჩვენი მეოთხე მეგობარი და ასე დავიწყეთ ის ჩანაფიქრი, რასაც შემდგომში უკვე დაერქმეოდა 13 თვე და პირველი შეკითხვა იყო ჩვენ თავთან, რაც დავსვით, რომ კარგი, მივედით სკოლაში, ვინ ვართ, რას ვეუბნებით? არავინ არ გვიცნობს რუსთავში.
ამდენად გადავწყვიტეთ, რომ ცოტა ხმამაღალი არ გამოსულიყო ეს ჩვენი თქვენ ხო პოეტი ხარ, რაღაც ცოტა რთულია, ხო? ამდენად თქვით, რომ რაღაც ისეთი პირობითი დრო შევქმნათ, რაღაც ისეთი განზომილება, სადაც ვერან ვერ მოგვედავება, რომ პოეტი ხარ თუ არ ხარ და ვინ გიცნობს და ვინ არ გიცნობს, იმიტომ რომ ხო, მელექსი ხარ, პოეტი არ ხარ, ხო, ცოტა სხვა თანაი რეგალია. და თან თქვით, რომ ხა 12 თვე კლასიკურად კალენდრის მიხედვით რაც არსებობს, ამ თვეებს მოდი არ შევეხოთ, იმიტომ რომ იმ თვეებში დიდი ავტორები არიან, დიდი სიტყვა უკვე ნათქვამი და მოდი რაღაც ახალი თვე შევქმნათ, რომელშიც ჯერ არავინ არ არის, სადაც სრული თავისუფლება გვექნება, ხო? და ბაჩო თქვა, რომ მოდი ეს იყოს მე-13 თვე. და რადგანაც ყველა თვეს თავის სახელი აქვს, ხო? მე ამ ჩვენ თვეს საჭიროება დაუდგა, რომ კონკრეტული სახელდება ქონოდა. სახელდებაც უფრო პრაგმატულად და ისე რაციონალურად მიუდექით და გადავწყვიტეთ, რომ ყოფილიყო ჩვენი, ასე ვთქვათ, ინიციალები. და ინიციალები, რომ დავალაგეთ, რამდენიმე ვარიაცია გავაკეთეთ, აღმოჩნდა უცბად, რომ ერთ-ერთი ვერსია იყო ბოგა, ბაჩო, ოთო, გურო და ამო. და ეს ბოგა მე გაგვახსენდა, რომ სულხანს ბოდიში შოთანიშნიანიძეს აქვს თავის ლექსში და სულხან საბათს განმარტავს როგორც პატარა ხიდი. და რაღაც ისე აიწყო რაღაც ჰარმონიული სინთეზი მოხდა, რომ 4 ახალგაზრდა, რომელიც ცდილობს პატარა ხიდი იყოს, დიდი ხიდი არა, პატარა ხიდი, რომლითაც ჩვენ აი წიგნები და ლიტერატურით ვეცდებით აი ურთიერთობების გაჯანსაღებას. და ესე დაიწყო ეს ჩვენი ამბავი, რომელსაც მე-13 ქვია და რომელმაც ყოველგვარი გადაჭარბების მიღმა ჩემში ისეთი პოზიტიური ცვლილებები გამოიწვია, რომ ჩემ თავში ვიპოვნიე ახალი ადამიანი. შენგენაცოლე ძალიან მაგარი ამბავი, მე ცოტა ჩანასახს ასე ვთქვათ და აბადებას ასე ვთქვათ ვერ მივადევნეთ პალპური მეორე რაღაცების გამო, მაგრამ თუმცა როგორც კი წამოვიდა ეს მე-13 თვის პოეტების ასე ვთქვათ მუხტი იქვე ვიყავი მე და ძალიან გვახსოვხარ დიდი სიყვარული ძალიან გულთან ახლოს მოვიდა, იმიტომ რომ ეს იყო ჭეშმარიტი პოეზია, ეს იყო რაც ყველაზე მთავარია, ეს იყო ქართული და ეს იყო პატრიოტული და მართლა გულიდან წამოსული არ ყოფილა რაღაცა ესე წმინდა რაღაც ტექნიკური ასე ვთქვათ აწყობილი ლექსები, ეს გულიანი ლექსები და არის კიდევაც. უბრალოდ მე მაყურებელს მინდა ცოტა ეხლა ტკივნეულ თემას უნდა შევეხო, ჩვენთვის ყველასთვის ტკივნეულ თემას, რომ თქვენი 4-ეული სამწუხარო ფაქტია, თქვენ 4-ეულს გამოაკლდა ერთი ადამიანი, რომელიც ყველა მთელმა საქართველოს მიჭირდა, ყველა აღიარა, რომ ის რა ერთ-ერთმა ასევე პოეტმა ისიც კითხვა, რომ რა პოეტურად წავიდა ამ ქვეყნიდან, ეს არის ოტო. რომელმაც ვინც არის ოტო გულენიშვილი, რომელმაც ეს რაღაც გააკეთა, რომ ხედავდა, რომ ავტომობილი ეჯახებოდა პატარა ბავშვს და ეს ბავშვი გადია თვითონ ჩადდა, თვითონ არ დაიცვალა და ეს ბავშვი გადარჩა. საოცარი მაგალითია, რა ვიცი. მე მგონი ყველაზე მაგარი ლექსი დაწერა მაგ დროს, ცხოვრებაში. ნინა რა ამაზე შეეხო რა, მე მონაწილე ვიყავი ამ ყველაფრის, მე რა თქმა უნდა და ნინა რომ ოტო გავიხსენოთ. კი ბატონო, ალბათ ოტოსთან მიმართებით ყველაზე ესეთი ცოცხალი და სურნელოვანი შეფასება იქნებოდა. ეს იყო ბავშვი, კარგი გაგებით, იმიტომ რომ იმდენად შინაგანი სისუფთავით ხასიათდებოდა, იმდენად გულწრფელობით, იმდენად შეეძლო სამყაროს ყოფით მოცემულობაში, ამოეკრიფა, ჩაენიშნა, ჩაბღაუჭებოდა იმ აღმატებულ რაღაც მშვენიერებას, ახტაცებას, ისეთი ემოციები მოეტანა. ძალიან ისეთი პოზიტიური ენერგეტიკის მატარებელი იყო და ყოველთვის შეეძლო არაფრიდან ამოეზარდა და ჩვენთან აი გაიცოცხლებინა ისეთი მისტიკური ამბები, გაიცოცხლებინა აი პოეზიის მთელი შინაგანი დანიშნულება ჩემთვის იყო ოთოში ძალიან კარგად გამოხატული რა. მას შეეძლო ეს მატერიალური სამყარო უღულებელყო და უბრალოდ ეთქვა, რომ აი ამ კონკრეტული ლექსით, ამ ემოციით მე შემიძლია ვიყო ბედნიერი. და ყველაზე მთავარი
ყოველთვის ცდილობდა რომ სხვისთვის ეს რაღაც გადამდები ყოფილიყო მისი ისეთი ლექსები, ისეთი ავტორები გააცნო ახალგაზრდებს, შორს არ წავალ და მეც რამდენიმე ისეთი ლექსი შემაყვარა ოთომ, რომ ძალიან სწორი ხაზგასმა იყო, რომ მისი ყველაზე დიდი პოეზია მართლა მაშინ დაიწერა, ყველაზე ცოცხალი პოეზია და ყველაზე დასამახსოვრებელი და უკთავი, როდესაც მან ეს შეძლო. ზოგადად თვისობრივადაც იკითხებოდა მის ბუნებაში ეს სიყვარული, უანგარო, უპირობო, იკითხებოდა ის, რომ მას შეეძლო არა მხოლოდ პირველ პირში ეგოცენტრულად თავის თავზე ეფიქრა, არამედ უბრალოდ ქრისტიანული ალტრუიზმით. კი, ნამდვილად ასეთი იყო და ასეთი რომ იყო, უყურე როგორი რაღაცა მე გულწრფელი ვიქნები და მე შეიძლება ვერ შევძლო და ვერ გავაკეთო. ძალიან რთულია წინსრებით რაიმეს თქმა, როგორ მოიქცევი თავად, იმიტომ რომ ეს თუ ქვეცნობიერში ამაზე თუ არ გიფიქრია, ეს დაშვება თუ არ გაიკეთებია, ამ აქტით თუ შენში გული არ გამთვარა, ამას ისე ვერ გააკეთებ, იქ დაგეგმილად და ვერ განჭრით. ეს იყო ან გაკან არ გაკ. თავისთავად, ოთო იყო ისეთი, როგორიც მან თავისთავად დაანახა ყველას. ენაცორი და ვისი ენიალურ ფრაზაც შემორჩა სამშობლოსა და მე ეს მიყვარს ხოლმე ამ ფრაზის ისე ხანდახან აი აბსოლუტურად სხვა რაღაცას ვაკეთებ ხოლმე სხვა საქმეს ვარ, მაგრამ ეს ფრაზა ამოდის აუშენოთ ჩაიცილდეთ ეს ნამდვილად. მე აუს მართლა უდიდეს პატივისცემი და ჩემი მეგობრები ხარ და ჩემი უსაყვარლესი ადამიანები ხართ, იმიტომ რომ რუსთავთან და აი რუსთავში თუ კი ასე დამოკიდებული მქონე ოც ვამბობ რომ ესენი ჩემი ძმები არიან, ჩემი მეგობრები არიან და ჭირდება ისე როგორც ყველა ქალაქს ჭირდება ეს და არ დამოუწყდება პირადად ჩემი ინიციატივა ჩემო ამირან ამაზე უნდა ვისაუბროთ როცა შენ ძალიან ფანტასტიკური რაღაცა შეძელი და განახორციელე როცა რუსთავში იყო გაჩერებებზე ქუჩაში იყო ესეთი პლაკატები თანამედროვე და ძველი პოეტების ასე ვთქვათ ლექსები და არის ეხაც თუ როგორი ამბავია ახლაც არის მადლობა კიდევ ერთხელ გაგა ამ კარგი ამბის გახსენებისთვის ეხა პირველ რიგში ბოდიში რომ იცი საუბარი უბრალოდ ინფორმაციულად რომ განმარტო ესეთი იდეა გაჩნდა რომ როდესაც ადამიანები აი დავდივართ შეირნობთ რაღაცეები ჩვენ ფიქრებში ვართ გართული გვავიწყდება ის მნიშვნელოვანი მომენტები ამბები თარიღები რომლითაც ჩვენ აქამდე მოვედით და გადავწყვიტე რომ მეთქი ერთ-ერთი ყველაზე ესეთი დატვირთული და მრავალრიცხოვანი ადგილი, სადაც ხშირად ახალგაზრდები ადამიანები დადიან, ძველგაზრდები და ასე შემდეგ, შეირნობენ, გაკეთებინა განათების ბოძებზე, დაგვემონტაჟებინა მწერლები და დავარქვი ესეთი რამ, ქართული მწერლები ჩვენს ყოველდღიურობაში, რომ ყოველდღიურობაში, როცა დილით ადამიანი გამოვა, სამსახურისკენ, გაჩერებისკენ მიდის, მის დაუნებურად მიიპყრობს მის მზერას, რომელიმე ავტორი, ან ხშირად შემინიშნავს თავიდან, რომ აი ახალგაზრდები ჩერდებოდნენ, კითხულობდნენ. ჩამში გამოვიდა 72 ავტორი. დაწყებული, ასე რომ ვთქვათ, ზოსიმედან. ზოზე ბევრად მეტია. ხო. და იმდენად კარგი რაღაც გამოვიდა, რომ მე ვაკეთებდი ხოლმე სხვადასხვა სკოლებთან შეთანხმებით ახალგაზრდები მივიდიოდი და პატარა ლიტერატურული ექსკურსია, ასეთი პოეტური, ანუ ტური პოეზიაში და დღესაც არის, ნაწილი ამ დროთა ჟამთასვლის გამო ცოტა ტექნიკურად შეილახადაზიანდა, თუმცა აუცილებლად მოხდება მისი ჩანაცვლება. ბუნებრივი უნდა გავითვალოს. და მე ვფიქრობ, რომ ამ 6 წლის განმავლობაში ამ პროექტმა ალბათ რაღაც გარკვეულ ნაწილზე მოახდინა გავლენა და მათში გააჩინა ახალი სურვილი, რაღაც საღერღელი აუშალა, რომ რაღაც უფრო მეტი შეეცნოთ პოეზიაზე, ვიდრე იქ იმ კონკრეტულ ერთ შემთხვევაში ერთი ავტორი იქნებოდა. დაგეთანხმებით, ჩემო მეგობარო, იმიტომ რომ მე ჩემი მეგობრებისგანაც მის და პირადად ვიცი, რომ ძალიან ისეთი მსუყე და გემრიელი პოეზიის ცენტრი გახდა რუსთავი, კონკრეტულად კოგიტოს ვიტყვი, იმიტომ რომ ძალიან მაგარი ადგილია, ძალიან მაგარი გარემოა. ან ყოფი ვარ, ნიერი ვარ, ამ ყველაფრით და იქ ტარდება ხოლმე ძალიან კარგი და საინტერესო საღამოები. ეს ნიშნავს იმას, რომ
განვითარებას მოვიდა ბევრი კოგიტოები და უსრულოს და კლიენტ საქართველოს, რა თქმა უნდა. უნდა გთხოვო აუცილებლად, იმიტომ რომ შენ ხარ გადასარევი ლექსების ავტორი და უნდა გთხოვო ლექსის წაკითხვა. კეთილი. დიდი სიამოვნებით, რადგან კოგიტო ვახსენეთ, მინდა უბრალოდ ლექსამდე მადლობა გადავხადოთ ჩვენ საერთო მეგობარს ბესოს, რომელმაც თავის თავზე აიღო ეს ხუმრობ ხომ შეიძლება ვამბობ, რომ ძალიან არარაციონალური, კაპიტალისტური და მატერიალისტური კუთხით გათვლა, მაგრამ ეს იყო ზუსტად ის გაბედვა, რაც აზროვნების აქ ჭირდება და ამიტომაც მე სულ ვცდილობდი, რომ მცირედი თანადგომა გამეწია მისთვის ამ რაღაც თუნდაც ტექნიკურ საკითხში იდეურ ნაწილში და მიხარია, რომ იმ დიდი ამბის თანამონაწილე მეც ვარ, რაც ბესომ შექმნა და ნამდვილად ჭირდება კოგიტო, არა მხოლოდ რუსთავს ჭირდება მთლიანად ჩვენს ქვეყანას. აზროვნების გარეშე არ არსებობს სიცოცხლის ლეგიტიმაცია და არ არსებობს ცხოვრება. კეთილია, რადგან პოეზიამდე მივედით, ერთ ჩემს ისეთ ლექსს წავიკითხავ. რომელიც ჩვენ გაგიხადეთ? კი ბატონო, 100 რადგან. ქვია ამ ტექსტს და ალბათ ბევრი რამე 100 რადგან. 100 რადგან შევეგო მეც უნდა ამწეს. არავიწყდებათ აქამინდებს მოტანა წვიმის, ბოლოხანია სრელდება რამდენი ამწე. დაიტკიებენ სიცივისგან დაჟანგულ წვივებს, უშვერენ კერტებს, მიტოვებულ კაუჭებს შიშველ. ცივი ჰაერით გამოტენილ ერთ ბეწო ქალაქს და მოტეხილი ფრჩხილებივით ეზრდებათ შიში უფროს კაცებთან, სიყვარულზე საუბრის ქალებს. ამიტომ ალბათ შენც ამ ქალურ ლოგიკის გასწრილ პოულობ დროის გამოგონილ ალესილ ხიჭვებს. დავერიჯერებ, რომ ყოველ დღე მე ტკივილს გასწრებ, შენი სხეულით, შენი მხრებით, შენ თვალებს ხუჭავ. არადა დროის გამოგონილ ამ უფერულ ზონარს, ხომ შეიძლება შენც დაუსყდეს სხეულის მიღმა, მაგრამ ვერ ხვდები, რომ უშენო სიცოცხლეს ზომავს ცა ჩემს სხეულზე აორთქლებულ ცრემლებს რომ მიღვრის და სხვა რა გზა ვეგუები მიწიერ ამწეს იზომებიან აქ კაცები რატომღაც წლები ბოლოხანია მე და კიდევ ასობით ამწე სველი სხეულით თხელ ბალახზე სუბუქად უწევით და ვაკვირდებით სიცოცხლე რომ სიკვდილებს არწევს ჩენგენაჩო აი ამეთანხმება რა ყველა დამეთანხმება რომ განსაკუთრებული პოეზია სხვანაირი პოეზია შენი პოეზია ინერვის და მეტაფორებზე აღარ მაქვს საუბარი ერთიც უნდა დავიქო რა კი ბატონო ძალიან ცოტა თან პატარა სიტყვები ამერია მაგრამ არ აუშავს ნუ ვისაც სურვილი ექნება ამ ტექსტთან მე ერთხელ 3 ლექსი გადავაქვს სხვადასხვა ისე რომ ვერავინ ხო ისი არის ესეთ კურიოზები რა ხო ხდება რა ხანდახან კარგიც არის რომ ამით მე გაზომა აინტერესებს რეალურად თუ არა მსმენელს ლექსის სოცხად გაკეთება ნამდვილად მას სხვათა შორის ამ ლექსს ახლა რომ როცა წავიკითხავ ჩემი რჩეული პოეტის ოთარ ჭილაძის საოცარი პოეტი საოცარი სიტყვები გახდა ინსპირაცია როგორიც ახდენ ოთახის გალაქტიონს კი და დღე რომელიც უშენოდ მოვა მხოლოდ გარედან იქნება მშვიდი აი ეს არის ის რამაც ეს ყველაფერი მათქმევინა და აქვე ვიტყვი ბოდიში კიდევ პირველ პირში რო ვიტყვი მაგრამ აი ეს ჩემი შემოტანილი ეს ტერმინი მინდა დავუმკვიდრო ჭილოსოფია ფილოსოფია ჭილაძის პოეზიაში მე ვფიქრობ რომ ამოუწურავე და ნებისმიერი მკვლევარი ნებისმიერი ფილოსოფიით დაინტერესებული ადამიანი ჭილაძეში აი მოურჩენელ სიღრმეებს იპოვის მაგიტომაც არის დიდი რომ ერთი თითქოს იმიტომაც აი ავიჩი ოთახის გალაქტიკა ოთახში იყო კაცი და ამ ხელა სამყარო ხონდა ნამდვილად გისმენ ჩემო უშენო დღეთა იკვრება წრედი და ეს დღეც ისევ უშენოდ მოდის. მე შეიძლება ჩიტებზე ვწერდე, მაგრამ შენ მაინც მიმიხვდე მოტივს, წვიმებით მკლავებს, ცაუსვამს წერტილს. თავდება ფრთები, შორია ცამდე. და თუმცა ღმერთზე რა ცხადავ წერდი, მე მხოლოდ შენი თვალების მწამდე. ხდებოდა ისეც, კარებთან წერტის, ქონია კაცებს კამათი ვრცელი. და როცა უცნობ ქალებზე ვწერდი, ფიქრები ჩემი ეს ბასრიცელი კისერზე მეტო. ჰაერი ხმელი ფოთლების მსგავსად იწევდა ქვევით. იჭერდა სული უშენო სხეულს საკუთარ ხელით და ცეცხლის ქვები ფიქრების შენზე აჩენდნენ ხანძარს. ზდიოდათ კვამლი ხან ქვების, ხან ხის და შენით როგორც თბილისის ანძით კვლავ მოხიბლული რჩებოდა ხალხი. ასია ახლაც გრძელდება წრედი, ფიქრები სხეულს მიათევსამდე, მე შეიძლება ღმერთზე რომ უწერდე და მხოლოდ შენი თვალების მწამდეს.
შენგენაც საოცარი მადლობა მაგარია რაღაცა იდეა რა არის ჩემს ლექსებში არის ძალიან დიდი ინტელექტი და ისედაც პიროვნებად შენ თვითონაც ინტელექტუალური პიროვნება ხარ და ხარ ისეთი ადამიანი რომელიც ბევრჯერ მინახავს რა პირფირობით მე ამას არ გეტყვი და რა თქმა უნდა იცი ეგეთი ადამიანი არა ვარ მაგრამ შენ ყოველთვის ყველაზე რაღაცა ძნელი პერიოდი და თუნდაც გაბრაზებული რომ ყოფილხარ უბრალოდ მე რო ფიქრობდი რომ ყველაზე გაბრაზებული ყოფილიყავი ოდიში ყველაზე გაბრაზებული უნდა ყოფილიყავი მაშინაც კი ინარჩუნებდი შენს სიმშვიდეს და ინტელექტს და მე მინახავს და მოსმენიც მაქვს შენ ასე ვთქვათ ოპონენტს როგორ მიმართავ რა და ეს ხასიათი ცოტა კრივსაც უნდა შევერო და ეს ხასიათი ჩემო ზამიკო შენგენაცვალე მე ვფიქრობ რომ მე ესე ჩავთვალე რომ ეს რაღაცა კრივიდან გამომდინარეც ხო არ არის კი, ნამდვილად პიროვნული თვისებებისა. ნამდვილად კრივმა ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში და საერთოდ ვფიქრობ, რომ რეალური სიძლიერე გამოიხატება შინაგან სიმშვიდეში. მე ვფიქრობ, რომ ადამიანის საზომი, ჩემთვის როგორ ზომავ ადამიანს, მისი სიძლიერე უნდა იყოს პროპორციული მისი სიმშვიდის. რამდენი პატიება, რამდენჯერ შეუძლია აპატიოს და სულ მეგობრებთან მომყავს ეს ციფრი სახრებისეული რეკომენდაცია 490-ში, ანუ 70 გზის 7-ჯერ, ხო, ანუ ჩემი აზრით შეუძლებელია ერთმა ადამიანმა ერთ სიცოცხლეში ეს რიცხვი ამოწყოს, ხო? და თუ ამას შეძლებს, კარგი, მე შეიძლება აღარ ვაპატიოთ, მაგრამ კრივს მოაქვს ეს ემოცია და ეს ცოცხალი ამბავი. რინგზე ყოფნისას ორ მნიშვნელოვან რამეს ხვდები ყველაზე მეტად. ერთი, დრო, რომელიც იმდენად ხელშესახებიდან ნამდვილი ხდება, იმიტომ რომ ის ბოლო 30 წამი ბოლო 30 წამი შეიძლება ყოველგვარი გადაჭარბების მიღმა რაღაც ეგვიპტური პირამიდის ეფექტის ქვეშ იგრძნო თავი. იფიქრო რომ ეს 30 წამი რატო არ მთავრდება? როგორ არ დამთავრდება? თან მოლოდ აი გონგის ხმას ელოდები. კი ბატონო. მაგრამ ძალიან ისეთი ხანგრძლივი ხდება. ამავდროულად ხვდები რომ შენ წინ რომ დგას ადამიანი, ის კი არ არის შენი მოწინააღმდეგე. ის კი არ არის მტერი, ის კი არ გებრძოლება. ყველაფერი მიმდინარეობს შენში. და ხშირად ხდება რომ ბრძოლას მოკრევე ან იგებს ან აგებს რინგზე ასვლამდე საკუთარ თავში. და მე კრივის მაგალითი ანალოგია გადმომაქვს ხოლმე აი მამარდაშვილს აქვს ძალიან კარგად ნათქვამი რომ ის ვინც ფიქრობს ებრძვის საკუთარ თავს და არა სხვას. ანუ კრივი გეხმარება რომ ყველაზე მთავარი ბრძოლის წერტილი წარმართო საკუთარ თავში, საკუთარ მეში, საკუთარ ცნობიერში. და აი როდესაც შენ თავთან, შენს გულს, გონებასა და სულში გამომწყდეულ დემონთან იწყებ აი ამ ბრძოლებს, მე იქ უკვე მოდის სიმშვიდე. ყველა შემთხვევაში მარცხდები თუ იმარჯვებ, მაინც მოდის სიმშვიდე, იმიტომ რომ იცი სად არის შენი წერტილი. და კრივს მოაქვს ეს სიმშვიდე, მაგრამ ყველაფრის ფუნდამენტი და საწყისი ჩემთვის არის ქრისტიანობა. თავისთავად. ქრისტიანული ფუნდამენტური ღირებულებები და ფასეულობები, რომელიც ერთ სიტყვამდე შეიძლება შევკვეცოთ და ეს არის სიყვარული, ხო? რომლის გარეშეც ფაქტობრივად საკუთარი არსებობის დადასტურება შეუძლებელი ხდება. შენგენაცო. ძალიან მე ვფიქრობ, ამომწურავი პასუხია და არ შემილია რომ არ დაგიდა მომენტში. სადმე უნდა იბრძოლოს ადამიანმა უპირველესად თავის თავში და თავის თავში მოგებული საკუთარ თავში მოგებული ბრძოლა ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია ცხოვრებაში. შენ ხარ მამა? კი. შემოძმა. ეხა მოგმიყევი როგორი მამა. აჰა, ეს ხო. მიუხედავად იმ ვიცი რომ ბევრი საქმე გაქვს. აი მრავალფუნქციონალური ადამიანი ხარ, აი ძალიან ნიჭიერი ადამიანი ხარ. აქედაც, იქითაც, იქ შენ ქალაქზე რაღაცეები გინდა, შენ ქალაქში ველოსიპედის კულტურა, სპორტული კულტურა დანერგო, აქეთ კრივი, იქით პოეზია, იქით შენი საქმიანობა, შენი სამსახური. რა ხდება ოჯახში, როგორი მამა? ხო. შვილებს რო არ დაუყურებ შენ ხო, არა, ეგ
მე ვფიქრობ, რომ ხშირად აი უზნაძეს აქვს კარგად ნათქვამი პედაგოგიკაზე, რომ პედაგოგიო თავის ფუნქციას წყვეტს მაშინ, როდესაც იწყებს სწავლებას, ან როცა ეთქვი, ეს ასე უნდა გააკეთო და აი როგორც კლასიკური აღქმა იყო მამების მხრიდან, რომ აი შენ ეს ასე უნდა, არა, მენტორის ტონი, არა, სულ ვცდილობ, რომ იგივე ნიასთან იქნება თუ ივაკიმესთან, ახლა უფრო მეტი აქცენტი ივაკიმეზეა და მაინც ისეთ ასაკობრივ პერიოდში 4 წლის ხდება ივაკიმე და ესეთ რაღაცებს ვაკეთებ მეუღლესთან ერთად. ვცდილობთ, რომ ის რაც გვინდა რომ მას მოვაწონოთ, არ უთხრათ, მის თვალწინ ჩვენ გავაკეთოთ, გავითამაშოთ. აი, მაგალითის ხშირად არის ხოლმე, რომ მაგალითად, რაც უნდა დაღლილი ვიყო, აი არც კითხვის ემოცია, ენერგია არ მაქვს შემორჩენილი, მივედი, მაგრამ ვცდილობ, რომ წიგნი ავიღო, უბრალოდ ისე გადავშალო, თუნდაც რაიმე წყარედი წავიკითხო, სტრიქონი, უბრალოდ ერთი აბზაცი, ესო დაინახოს ივაკიმე. და სხვათა შორის მე დაკვირვება მცხადყო ის, რომ ივაკიმე პერიოდულად მიდის და იმეორებს იგივეს. რა თქმა უნდა, ეს ჯერ მექანიკურ დონეზეა და ის ბოლომდე ვერ ცნობიერებს, მაგრამ თავარია რომ ეს ჩვევაში, მოთხოვნილებაში გადაეზრდება, მე მიხარია რომ უკვე დროთა განმავლობაში ის ამაში შინაარსაც იპოვნის ამ ყველაფერთან. რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ, ვცდილობ ცუდი მამა არ ვიყო. და ეს ალბათ მიმიყვანს იქამდე რომ გავხდე კარგი მამა. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მეუღლე უფრო კარგი დედა, ჩემი ნინი, ივაკიმესთან მიმართებით, ვიდრე მე ვარ კარგი მამა, იმიტომ რომ მაინც სამწუხაროდ ეს მოცემულობა მოიტანა, რომ მამაკაც ოდითგანვე უფრო უწევს, რა თქმა უნდა, ყოფილი პრობლემებზე, თუმცა ყოველთვის ვცდილობ, რომ როგორც კი სახლში ვარ, მაქსიმალურად გადავინაწილო ჩემ თავზე ის საერთო საქმეები, რომელშიც ქალი, კაცი, მამა, დედა იკარგება და ეს ერთიანი რაღაც უნივერსალური განცდა შემოდის და მაგალითად გარდა იმისა, რომ ვცდილობ მამა ვიყო, ვცდილობ კარგი მეუღლე ვიყო და კარგად გამომდის ჭურჭლის რეცხვა. იშვიათად. აი, თამამაჩენიძე კონკურსში ჩატარდეს, თან სიამოვნებას ვინიჭებ, რომ რაღაც მცირედით ვახერხებ ნინის შეუმსუბუქო ეს ყოფითი ამბები. ივაკიმესთან მიმართებით რომ დავბრუნდეთ, ვცდილობ, რომ მას ყოველთვის ველაპარაკ, ანუ ჯიუტად მჯერა, რომ ქვეცნობიერში ილექება თითოეული სიტყვა, თითოეული მიხრა-მოხრა, თითოეული სხვათა შორის ბორხეს აქვს ასეთი პატარა მოთხრობა ფუნესის მეხსიერება, სადაც ავტორი, მთავარი პერსონაჟი დაავადებულია რითი, ვერ ივიწყებს ვერაფერს. და რო აღვიქვა ხოლმე, რომ ხო რთული კი ილექება და ანუ წებოვანი ლენტივით ეწებება მის ქვეცნობიერს, მის ყოფით ბორხესაც რო თავი დავანებოთ მეცნიერულ დონეზე ხარ გუსტავ იუნგს ძალიან კარგად აქვს ასეთი ქვეცნობიერის სტრუქტურა როგორც არის მოწყობილი და რა თქმა უნდა ეგრე არის და ეგრე და ვცდილობ რომ ისეთი სიტყვები ვთქვა ხშირად ივაკიმესთან, აი სიყვარული, პატიება, სიმშვიდე, მეგობრობა, სამშობლო, რომ ხშირად ვიმეორებ. უბრალოდ შეიძლება ზოგჯერ მეუღლე მეუნება ხოლმე რეკომენდაციას მართლაც, რომ ეცადე რომ ეს ყველა სიტყვა კონტექსტში იყოს და კონტექსტთან ახლოს, მაგრამ არა უშავს, ზოგჯერ ამოვარდნილადაც უნდა გაიგოს ეს სიტყვა, რომ უბრალოდ დაიმახსოვროს, რომ გაიზრდება თავის თავში ძიებას, რომ დაიწყებს იპოვნოს ის სიტყვები, რითიც მოვიდა აქამდე. ასე რომ ვცდილობ რომ არ ვიყო ცუდი მამა. შენგენაც დარწმუნებული ვარ, რომ გადასარევი მამა ხარ. მადლობა. ფანტასტიკური ადამიანი ხარ, ფანტასტიკური მეგობარი ხარ, ფანტასტიკური ასე ვთქვათ, შინაგანი ფსიქტავსი გაქვს, ასე რომ ვთქვათ. და ბევრი რაღაცის სწავლა შეიძლება და ყველას მოუწოდებ ვინ შენს გახვევია გარსო. რაღაცები აიყო ამირან ჯანჯღავაზგან. ძალიან ბევრია შენგან ამას ისევ და ისევ პირფერო და არა ჩემო მეგობა რომ ტექსტი უნდა წავიკითხო კიდე. კი ბატონო. არ მეყო და დარწმუნებულად მაშინ იმ თემატიკას შევეხები, რასაც აფხაზეთი ქვია, გაგრა, ლექსი რომელიც დედას მიუძღვენი გაგრა. ზღვაზე ტალღების მოლურჯობლისე ცაძე ღრუბლების ფარდები სადა ბავშვობა ახლაც იქ იცდის ისევ სულს ვატოლებდით ერთმანეთს სადაც პალმების ფრთები გვეფინა მხრებზე ჩვენ ვაპირებდით ერთად გაფრენას უზნობი ქალაქში ხეები ხმება ცრემს ვერ იშრობენ მზეში ცაფრები სულზე ვიმაგრებ ლექსიან ჭიდებს და ცას უმიზნებ ციდან რომ გაქრა სენი
ბავშვობა, რომელიც მჭირდა. დიაგნოზი კი სოხუმი გაგრა, სამყაროს მიმართ შედგენილ სარჩელს უფრო გავს, ვიდრე სიგიჟის მოტივს. მზადვარ, გაგიყოფ მე სულის სარჩულს, ზღვას გამოჰყევი შენი, ოღონდ მოდი, კერძე მიბნეულ ამ მზიან ფოთოლს, ვიცი შემორჩა ნამი იმ ღრუბლის, ვერ გადაღებულ დავსტირი ფოტოს და მამაჩემის ნაოჭებს შუბლის, ზღვაზე ტალღების მოლურჯო პლისე მორჩა, შეხორცდა, სიზმრებშიც გაქრა, დიაგნოზია უცვლელი ისე, ჯერ უკურნებელ სენს ვებძვი გაგრას. ჯენგინაცო. ძალიან დიდი მადლობა ამ ლექსისთვის. მე ვიცი შენი ასე ვთქვათ გულისცემა ამ ფენომენთან მიმართებაში, რასაც სამშობლო ქვია, მაგრამ ენგან მინდა კიდევ ერთხელ რომ რა განცდა შენთვის სამშობლო, იმიტომ მე ადრე ისევ სტარტში რო ჩავიდეთ, დასაწყისში რო ჩავიდეთ, მოსმენილი მაქვს თქვენი 13 თვის პოეტების ესე ერთმანეთს ენაცხები და კი ბატონო რომ სამშობლოს ლეგს და მაშინ ბოდიში ამ ევიდენტი მაგრამ პატარა ბიჭები ხარ მაშინ, მაგრამ საყვარელი ბიჭები, ბევრზე დიდი კაცები მე თუ მკითხავ და ეს განცდა პოეტები ხო განცდისგან შევდგებით და მე თუ მკითხავ და მე ის განცდებისგან შედგება და შენი განცდა, სამშობლო როგორც შენი განცდა, ამირან ჯანჯღავას ერთი ქრისტიანი მართლმადიდებელი პატრიოტის განცდა. კი ბატონო, სამშობლო ჩემთვის არის ხშირად მithქვამს, რომ კაცობრიობამ შეძლო და თითქმის ყველაფერი გაზომა, ხო? წონა კილოგრამებში, სიმაღლე მეტრებში ჩემ და სამწუხაროდ და მანძილი კილომეტრებში და ასე შემდეგ, ხო? აი ჩემ და სამწუხაროდ, მაგრამ არა უშავს. მაგრამ აი რითი იზომება ღირსება? აი ხშირად მithქვამს, ხო არა რაღაც ერთიანი შეთანხმებული მიდგომა რა არის ღირსების საზომი. ჩემთვის ადამიანი იზომება სამშაბლოთი, ანუ მისი დამოკიდებულება სამშაბლოთი. ჯოულებში ვერ გაიზომება. ამდენად ჩემთვის სამშობლო არის, როგორ ვთქვა, საკუთარ სულში ჩაწერილი სუნთქვა, რომელსაც რომც გინდოდეს, რომც გაექცე, რომც გინდოდეს მოიგლიჯო, ამოიშრო, ზურგი აქციო ვერ შეძლებ. შეიძლება ეს ილუზორულად ყოფითად რაღაც მოაჩვენო შენი თავი, მაგრამ არ გამოგივა და ხშირად მithქვამს, რომ რაც უფრო ეცდები სამშობლოდან გაქცევა, აი თითქოს და ხერხემალზე ჩვენ რო წელადი რეზინები გქონდეს, ხო, რაც უფრო გავიქცევი და ეს რაც უფრო გაიწელება ეს რეზინები, ხო, აუცილებლად უფრო მტკივნეული იქნება ის გაქცევა და მიიღება. ჰოკეისტებს როგორც ავარჯიშებენ და ახლა დეგეფექტი გამოვიდნენ, ეხლა გარბის და მაინც უყარავ. ვერ გაიქცევი. სამშობლო არის ის წერტილი, რომელშიც შენ საკუთარ თავს პოულობ, იგივეობას და ამ წერტილთან ერთიანობით ხდები აი ამ კოსმიური, ღვთიური მთლიანობის ნაწილი. სამშობლო არის ის, რითიც გზნობ შენ სითბოს და უფრო ფაქტობრივად რომ გავუხატოთ რა, არ ახალია. შეიძლება ცოტა ტრივიალური და ბანალურიც, მაგრამ სამშობლო არის მაგალითად აი ჩემთვის. მაგალითად დაიგვიანესზე მთელი აი სხეული რო აგით რთოლდება. აი ყველა გრანულა რო იხდის. ოღონდ ვერ ხვდები, აი რატო? აი თითქოს ეხა რო ამ ემოციას ცოტა ცივი გონებით შეხედო და უფრო შორიდან და თქვა რომ რატო ეხა არ მიმართება იგივე სხვა რამეზე, ხო? სამშობლო არის რომ ფესვების ის ბოლო ფრაგმენტი, ხო? ხო, აი ხო უკვე ვიცი როგორც თავდება. ერთხელ ხო ამაზე ცრემლი წამოსვლია. რატო ხდება? ვიღაცა ეხა შეიძლება ვიღაცამ გადაწყვიტოს და ახსნას ეს რაღაც ემოციური დისბალანსით, სტრესით, დეპრესით, გადაღელობით, 1000 ტექნიკური ტერმინი შეიძლება შემოვიტანო და სადღაც შეიძლება მათი მსჯელობაც დაშვებათ. ხო, ეს შეპრობილობა შიზოფრენიით და ასე შემდეგ. კი ბატონო, მაგრამ ჩემთვის სამშობლო არის ათრთოლება. ჩემთვის სამშობლო არის გულის აჩქარება და ჩემთვის სამშობლო არის უპირობო, უყველაფრო, შეუცნობელი და აუხსნადი ემოცია, რომელიც თან დაყვება, რომელიც შენ გაიძულებს, რომ იყო ცოცხალი და იცხოვრო. აი, ჭილაძეს აქვს ხოლმე, რომ ეს სიცოცხლესა და ცხოვრება შორის ძალიან დიდი თითქოს მომიჯნა, თითქოს სინონიმებიც არის, მაგრამ ჩემთვის შეიძლება ანტონიმებიც იყოს, კი, რომ ცხოვრება არის შენი არჩევანი, შენი გააზრებული ცნობიერი გადაწყვეტილება.
გადაწყვეტილებები და სიცოცხლე არის ეს ბუნებრივი ფიზიონომიური მოცემულობა. ასე რომ სამშობლო არის დაწყებული წერტილი, გაგრძელებული წერტილი და დასასრული ცოტა ცუდით ნათქვამი, მაგრამ ის წერტილი, რომელიც ფიზიკურად მთავრდება, ისიც სამშობლოა და ის მარადიულობა, რომელიც ამ წერტილს მრავალ წერტილად გადააქცევს. ეს არის ჩემთვის ყველაფერი მთლიანობაში სამშობლო. კარგად დამშვენივრად ახსენე და მივხვდი მართლა და შემართალი ხარ, აი როგორ შეიძლება იგივე ფერშებს რო დაუბრუნდეთ ფილმს, ან ნებისმიერ რაღაცა დაიგვიანეს ან ჩაკრულოს თუნდაც იმას რაც ჩვენ მათრთოლებს ხო უამრავჯერ წამოხშულია წრემლი ერთზეც მეორეზეც და მრავალ რამეზე და რა მაგარია როცა ხო უხსნელი ამბავია რომ იცი სეპირატიცი იცი რაც მოგივა რა დაგემართება და ამას უბრუნდები ძალით ჩართაო, ძალით მოისმენ, ძალით წაიკითხაო, იმიტომ რომ გინდა ეთყობა რაღაცნაირად, რომ ეს შენი განიცადო რა და მართლა რაღაცა საოცრება ჩვენი სამშობლოდან, იმიტომ კი არა, სხვა რაღაცეებზეც გვიტირია და არსებობს მაგალითად ხა ვივალდის რაღაცა ან ტომაზ ალბინოის რაღაცა წარმოებებზე წამოშლია წრემლის სიტყვაზე მაგრამ ეს ის არ არის კი ბატონო. რაღაცა სხვანაირია და გეთანხმები და აბსოლუტურად მართლა რა. რაღაც ის წერტილია, რომელიც შენთვის ყველაზე ახლობელია, ყველაზე ორგანულია და თან როგორი ამბავია, იცი რომ არ ჭირდება ახსნა. არ ჭირდება მიზეზების ძიება, არ ჭირდება წინაპირობები, ხო? აი მაგალითად, კარგია როცა ქვეყნის გარეთ გადიხარ და ფასადურ, უпроსტოდ ლამაზ ფასადებიან შენობებს საკვირდები, კულტურის ძეგლებს საკვირ ძალიან კარგია, მიყვარს, მიხარია, მაგრამ ამაში ის ემოცია ვერ იბადება, ხო? და ამ შენ სამშობლოს არ ჭირდება შენობები. შენ სამშობლოს არ ჭირდება მატერიალური რაღაცეები. მე ხა ამაშიც უნდა კონკრეტიკა შემოვიტანო, თორე დღეს ხო იცი ყველაფერი ისე გახდა, რომ ისე შემოგიბურე, ხო? არა, ამის გვარი, ანუ ჩემი სამშობლო არ იზომება არც მატერიალურ ფიზიკურ მოცემულობაში ჩემი სამშობლო არ არის მხოლოდ კი ბატონო არ არის მხოლოდ გეოპოლიტიკური და ფიზიკური მოცემულობა ჩემი სამშობლო არის მთელი ცნობიერება ის მუდმივი ისტორიული სულის მოძრაობა რომელიც ჩემი სამშობლო არის წარსულში ქრისტეშობამდე და ჩემი სამშობლო არის მომავალში უსასრულოდ ჩემი სამშობლო მთლიანი დროა რომელშიც მე ვგრძნობ ყველაზე დიდ სიმშვიდეს და ყველაზე მთავარს რომ მე ვარ ასე ვთქვათ ბოლოს და ბოლოს აი ბოლო პერიოდში ძალიან ისეთი ტენდენციური გახდა რომ მესმის რომ შეიძლება სხვა რაღაცის თქმა უნდათ მაგრამ სამშობლოს არ გულისხმობენ გამოსდით აი სამშობლოზე რაღაც ისეთი გულის წყრომას იწვევს ხოლმე ჩემში თქმები რა თამამად ვიტყვი ყოველგვარი გადაჭარბების მიღმა პირველი ერთ-ერთი აი ევროპული ნეოპლატონისტური ლიტერატურული ძეგლი, რომელმაც კოსმოპოლიტიზმი, ახსენე ალტრუიზმი, ახსენე meritokratია, ბევრი თანამედროვე დემოკრატიისთვის თუ ცივილიზაციისთვის მახასიათებელი კომპონენტი შემოიტანა. რამაც დროში გაუსწრო ბევრ განვითარებულ სახელმწიფოს. ჩვენმა სამშობლომ, აი ბოლო მაგალითები ვთქვათ, ბოლო ისტორიიდან 1919 წელს პირველ დამფუძნებელ კრებაში 5 არჩეული ქალბატონი ყავდა და აქედან 1 ეთნიკურად არაქართველი, ხო? რისი თქმა უნდა? სრული აი ეგეთი დემოკრატიის ფორმა, ჰუმანიზმი, ადამიანის მიმართ სიყვარული, განსხვავებულობის მიმღებლობა, სადაც არ წავსულვარ. როგორც არ უნდა მეფიქრა და მეცადა ჩემ თავთან წინააღმდეგობაში მოსვლა ყოველთვის დავინახე ის რომ მართლა საოცარი ანუ მიღმური ენერგეტიკა ენით აუწერელი ამბები ხდება ამ სამშობლოში გეოგრაფიასაც ვერ შევეშებთ გეოპოლიტიკას სამწუხაროდ ამას გვერდს ვერ აუვლით მაგრამ იმის თქმა მინდა რომ სამშობლოზე არ შეიძლება ცუდის თქმა შეიძლება რაღაც კონკრეტული ამბები მოქმედებები პირები რაღაც პოლიტიკური სუბიექტები დასშონე გამოგწონდეს მაგრამ ამის შენდაუნებურად გაიგივება არ უნდა მოგიხდეს სამშობლოზე საქართველოზე არ შეიძლება ცუდის თქმა მართალი ხარ შეჭებებიც გული მწყდება ხოლმე და გულის ტყივილს იწევს ფრაზა რომ აუ ეს დავიბადენე და აქ არ დავბადებ რაღაც დავბადებული ყავი იქ და რაღაცა უნდა წავიდე აი ქვეყნე რა არის ეს ხო ქვეყანა არის ესეა ჩემ ძალიან გულის ხრომას იწევს და სადაც შეხედო რა თქმა უნდა ხა დიალოგის იარა და ასე ვთქვათ საუბრის
დონეზე თქოს რომ ეგრე არ შეიძლება. მე მაგალითად ამაგი ვარ და ის მიხარია რომ აქ გავჩნდი. ნამდვილად. და მადლობა შემოვლები უმეს რობარტლა აი აკავშირეთ 9 ჯერ რო გამაჩინო მერტო აი აქ გამაჩინო. მიუხედავად ყველა იმ სირთულეებისა, რასაც დაუშვათ ქართველები გავდივართ, მაგრამ ჩვენ ვინ ვართ, რამდენი ხანია შენ ის არ იყოს ეს როგორი უსასრულო ამბავია, როგორი დროს ვიყო. მე რა მგონია იცი ჩემო მიდან ადამიანურად მეწოდება ის ადამიანი ვინც საქართველოს ისტორიის და მისი სიცოცხლის ჯაჭვის რკალში რკალი არ არის და ამოვარდება ესე განვიცდი. ხო რაღაცა ისე კი არა რომ ვაძაგებთ არა უბრალოდ ადამიანურად მეწოდება რომ ვერ ითავისებს აი იმ ყველაფერს იმ რაღაცა დაბუძღლას იმ ყველა გრანულის ადუღებას და სისხლის და პლაზმის ასე ვთქვათ რაღაცა გადმოხიტყვას როცა შეგიძლია რომ ერთ წამის მივესეთში რაზე ელაპარაკი რაზეც გინდა წახვი. ჩემო შენ გენაცვალე მე მინდა რომ შენი გეგმების შესახებ მოყვე და მითხრა რომ რას ფიქრობ პოეზიის კუთხე ჩვენი გადაცემა არის ხელოვნებას ეხება. კი ბატონო. და ამიტომ აქ ამით შემოვიფარგლებ რას ფიქრობ? კანკრებულის გამოცემას მონახაში მაქვს აქედანვე უკვე ფიქრობ 40 წლის რო და თუ გავხდები მაშინ გადავწყვიტე რომ გავაკეთო ასეთი კრებული. აქაც რაღაც სიმბოლური ელემენტები შემოვიტანო და აქაც ჩემ მეგობრის ბაჩომ ჩაიჭირა ესეთი საინტერესო ჩვენ გვიყვარს ხოლმე სიტყვებში კირკიტი, იმიტომ რომ ქართულ ენაში რაოდენი საიდუმლოა შემონახული და რამდენად თიღრმისეული და ძალიან ისეთი ფართოა ჩვენი ენის შესაძლებლობები და არეალი. ეს ზოსიმე მაშინ რო თქვა ეს ახლა ვიგზენით, ხო? და უფრო მეტად ვიგზნობთ რაც დრო გავა და ასეთი სიტყვა გვაქვს. ანუ რწმენა წარმოდგენა გვაქვს, რომ სული გარდაცვალების შემდგომ 40-მდე რჩება აქ, ხო ასეა. და რა კარგი რაღაც თქვა, უყურე ბაჩმა აი საუბრობდით აი სიტყვებს ვუკირკიტებდით და 40-მდე. ანუ არის 40, რომელიც არსებობს 3-მდე და ეს უნდა გაიარო, რომ მიეახლოთ წას და 40-დან 3-მდე. კი ბატონო, და 40-მდე და ამ კრებულ ჯერ სახელი ვიცი. ეს იქნება რაც მიფიქრია, რისიც მჯერო და 40-მდე. ანუ მთელი ეს 40, რაც ჩემი სიცოცხლით და ცხოვრებით უნდა ვეცადო შევალსო, ან გავაკეთილშობილო, ან მინიმუმ არ გავაუარესო და არ დავაცარიელო. აი ამ 40-ში დაგროვებული მთელი ეს ამბები მინდა აქ ჩავტიო, რომელმაც მერე უნდა პატარა ასე ვთქვათ იმპულსი მომცეს ცასთან მისაახლოებლად და დამსახლებლად. ხო, კი და რაღაც ესეთი ამბები, ანუ 40-მდე ვაგრძელებ აქტიურ ფიქრს და ნახოთ რა იქნება 40-მდე. შეიძლება მერე ცასთან სინთეზი. რას მომცემს სამყარო, ანუ რა ნედლეულს, რა მასალას, რა ინფორმაციულ გაზიარებას, რომ შეძლო აი ამ კოსმიური ამბების ჩანიშვნა და ჩაწერა. მოგცემს აუცილებლად ჩემო ძმაო, იმიტომ რომ მადლიანი კაცი ხარ, გულიანი კაცი ხარ. მადლობა. სამაგალითო მეგობარი ხარ. ასევე ადამიანი არ მეგულება. ო ამირან ჯანჯღავას ასე ვთქვათ გულთბილი მოპყრობით არ იყოს ამირან ჯანჯღავას მიმართა და გულთბილად არ მოიხსენიებოდეს ამირან ჯანჯღავა თავის ამეგობროშიც და იმ ადამიანებში პირადად არ იცნობს, მაგრამ სმენია მასზე და მის ასე ვთქვათ მამული შვილობაზე და ადამიანობაზე. ძალიან დიდი მადლობა ჩემს. პირიქით, მადლობა შენ. დამით მე დრო მოხვედ ჩემს გადაცემაში ძალიან გამახარე. ძალიან მიყვარხარ. მეც და ამასაც არ დავმალავ, კი არა და ძალიან მიყვარხარ ჩემო ძმაო. გენიოსი ადამიანი ხარ ჩემთვის, ძალიან კარგი ადამიანი. მადლობა რომ ერთი რუტინული დღე გადამირჩინე და ჩემს მეხსიერების დავთარ შემატა ეს ჩვენი საოცარი ამბავი. ჭირი მე შენი ძალიან დიდი მადლობა. შეგახსენეთ მეგობრებო, ეს გახლავთ გადაცემა. არსი მე მისი წამყვანი ქაგა კომარტელი და დღეს ყავდა ძალიან კარგი, ძალიან სამაგალითო ვაჟკაცი ქართველი ადამიანი
წინვალე პატრიოტი, წინვალე მოქალაქე, ამირან ჯანჯღავა. მადლობთ.